amici della vedetta ammirata da tutti voi. ბატონებო ეთერშია გადაცემა კულინარიული დუელი მე მისი წამყვანი ნიკოლოზ სულუკიძე გახავართ. ესე იგი ჩვენთან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მოდიან ხოლმე, იმიტომ რომ საინტერესოა როგორ ფიქრობენ და როგორი მზარეულები არიან ეს ადამიანები და ყველა საინტერესებს სამზარეულოში მათი ხილვა. ჩვენ ყავს ორი სტუმარი ტრადიციულად, გენდერულად დაბალანსებულია ჩვენი სტუმრები, მომღერალი, რომელიც არაერთხელ ყოფილა ჩვენ გადაცემაში და სპორტსმენი. კალათბურთელი, რომელიც ზაზა ფაჩულია, საკალათბურთო აკადემიის სპორტული დირექტორი გახლავთ. მიესალმეთ ვაშა ფარღალავა. მეც კარგად მიხარია რომ მოხვედი სტუმრად და რაღაცა დიზაინერობაც ხوار დაიწყე. არა. უბრალოდ მიყვარს ჩაცმა. თავისუფლად, თორე შიშველი არავინ დადის შეგენა. ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი გადაცემაში და მე ყოველთვის მიხარია სპორტსმენები რომ მოდიან, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ისტორიები აქვს, განსაკუთრებით როცა უწევთ ხოლმე გასვლითი თამაშები, კულინარიასთან სულ საინტერესო ამბები შემთხვევათ ხოლმე. ამერიკაში გითამაშია, ირანში გითამაშია, ძალიან ისეთი მრავალი, ყველა კონტინენტზე მე მგონი ხო? ავსტრალიაში ფარტხუნას გეძახიან ზედმეტ სახელად. რატო ესეთი ფარტხაფურთხული ჩაცმისთვის თუ სხვა მიზეზია? გარეუბანში გავიზარდე ვარკეთილში და მე რო პატარა ვიყავი 90-იან წლებში არ მქონდა იმის თუფუნება რომ რაღაცა ბევრი ტანსაცმელი რაც მქონდა ის გვეცვა რა და ის ფარტხუნა იყო დიდი და ქალაქის ცენტრში მიწევდა კალათბურთზე სიარული და აქ რომ მოვდიოდი რაღაცა ცოტა ისე მეცვა რა ვერ ხვდებოდა ამ ხალხს თვალში და დამარქვეს ფარტხუნა იმიტომ რომ რა ძირითადად მეორადებში ნაყიდი ტანსაცმელები მეცვა და მის მერე ჩემში რაღაცა დაინერგა ის რომ მაცვია ის რაც მინდა სულ და ფარტხუნად იფიქრებდი იმ წლების მერე რომ გავიდოდა დრო და შე რომ ფარტხუნად გეცვა და მეორადებში ყიდულობდი ის მერე მსოფლიო ტენდენცია გახდებოდა და 90-იან წლების მოდა მაგალითად ბალენსიაგას და დემნა გვასალიას ხალობით მსოფლიო მოდად გადაიქცევა. აი ეს ჩემთვისაც საინტერესო არის იმიტომ რომ ძალიან ხშირად მაგალითად ჩინეთში მომიწია მუშაობა 1 წლის წინ და იქ მე რიგი ვნახე ბალენსიაგას მაღაზიასთან უბრალოდ ეს ჩემთვის არ არის უნიკალური იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიძახე მთელი ბავშვობა ესე მეცვა მაგრამ დღეს მიხარია რომ ხალხი უფრო რაღაცა მრავალფეროვნად მიმბაძველები გაუჩენ არა მარტო ბალენსიაგას და გვასალიას, არამედ შენ და კიდე იმ ადამიანებს, რომლებიც 90-ში ესე გამოეყოლებოდნენ. მოკლედ, ამ ადამიანს თავისი სტილი აქვს, მშვენივრად აცვია. მე მგონია, რომ ეს ვეფხისტყაოსანი ხელშეგიშლის ზარეულობაში შეგიძლია აქ მოათავსო და ასევე ზარეულობაშიც განთქმული და გარკვეული პერიოდი ფეხი მოუსინჯა თუ ხელი მოუსინჯა თუ როგორი თქმა ის გემო მოუსინჯა ოჭკუწურსა და კუწურიობას და დიზაინის შექმნას ჩვენმა სტუმარმა და ეხლა შემოვა სტუდიაში ცეცხლი ნუცა ბუზალაძე როგორ ახლა კარგად ნუცა სპორტი გიყვარს ძალიან იცნობ ფლაშას კი გავიცანე მოდი ჩაგეხო რამხელა სიტყვა გადაცემის დასაწყისში და რა იქნება გადაცემის ბოლოს ნახოთ. ნუცა, შენ ცხო დაიწყე შენი რაღაცა კოლექციების შექმნა და თუ აღარ აგრძელებ ამ? არა, აღარ ვაგრძელებ. მაშინ ესეთი სიტუაცია იყო, რომ რაღაცა კოლაბორაცია საქმესაც დაჭირდა და თან კოლაბორაცია იყო და ერთად გავაკეთე, თორე ისე მარტო მე რო გამეკეთებინა, არა. თან ახლა პიარისთვისაც კარგია ეგეთ რაღაცას. იცი შენ პიარისთვის კარგი რა არის? ნელა გაიზარდა ბავშვი, გაიზარდა. ნუცა, რა ხდება ახალი შენ ცხოვრებაში? ახალი რა ხდება და მქონდა პრესკონფერენცია ჩემი სადებიუტო ალბომის, რაც გამოვა მარტისთვის, იქამდე იქნება ეს დრო სულ იმისთვის, რომ გაუკეთდეს კარგი პიარი. ალბომზე მუშაობა დავიწყე ზაფხულიდან და დავამთავრე ეხლა. ალბომში იქნება 11 ახალი სიმღერა, აქედან რამოდენიმე ჩემი დაწერილია, რამოდენიმე რუსა მორჩილაძის და მაიკო კაჭკაჭიშვილის. საკმაოდ ბევრმა კარგმა მუსიკოსმა, საუკეთესო მუსიკოსებმა საქართველოში მიიღეს ამ ალბომში მონაწილეობა და იმუშავეს ამ ალბომზე. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ იქნება საქართველოსთვის სიახლე, რაც თავარია იქნება ისეთი სიმღერები, რომელიც ჩემ თაობასაც ძალიან უყვარს, დედაჩემის თაობასაც ძალიან უყვარს და უკეთ ყველა თაობას რომ მოერგება, ესეთი სიმღერები იქნება და ასევე სამენოვანი იქნება ალბომი.
და ესეც ქართული, ინგლისური და თურქული. ქართული, ინგლისური და ებრაული. ებრაული, იმიტომ რომ თურქულათაც ერთი პერიოდი ძალიან აქტიურად იყავი თურქულ ბაზარზე, მე წარმატებები მინდა გისურვო, ბავშვი თვალდახელშუა ჩამოგვეზარდა და გამოგვეზარდა, იმიტომ რომ პირველად რომ მოვიდა საგრიმიოროში ბარბი დააძინა და ორჯერ გავიდა, უნდა გამოუცვალო ბარბსო და ეხლა უკვე აგერ თვითონ გამოცლილი და გამდგველებული მოვიდა. თქვენ თუ მღერით პაიცემულო? ვერა. აი რა კაი პასუხია, მე ვამოყომი არა და კალათბურთზე მოვხვდი სიმღერიდან, იმიტომ რომ დედაჩემმა მიგვიყვანა, მე და ჩემი ძმა პატა 6 წლის ვიყავ პიონერთა სასახლეში. აი, მეც დავდიოდი. ყველაფერ მეც დავდიოდი პიონერთა სასახლეში. და ესეთი ანსამბლი იყო თემურ ქეხიშვილის თუ არ ვცდები. კი ბატონო. დარიალი ერქვა რაღაცა, მიგვიყვანეს 50 ბავშვი 6 წლის, რაღაცა დაგვაყენეს, რაღაცა ბგერებს გამოვცემდით. მეორე გაკვეთილზე, საერთოდ არც მინდოდა მისვლა აქ, მაგრამ ნუ მეორე გაკვეთილზე მასწავლებელმა გადაწყვიტა, რომ აი ეს შემოვიდა და შენ მე მითხრა გამოდიო გარეთო და დედაჩემს უთხრა, რომ ამისგან არაფერი არ გამოვა, არ ვიცი საიდან გადაწყვიტა ახლა. არა, ქალბატონი იყო, იმ ქალბატონის სახელი არ მახსოვს. მიუხედავად იმისა, რომ არც მინდოდა იქ ყოფნა, მაგრამ რაღაცა შემწვა ხა ამდენ ბავშვი ახლა მე ამომარჩია გარეთ გამიყვანა, დედაჩემმა აი ხო, კაი რაღაცა არ გეწყინოს და უცბად კალათბურთის ხმა გავიგეთ რაღაცა პიონერის სახეში. კალათბურთს როგორი ხმა აქვს? ბურთის. აი ბურთის ხმა თან ჩვენ პირველ სართულზე ვიყავით და მეორე სართულზე იყო ეს კალათბურთის დარბაზი და დედაჩემმა კაი წამოდით სადოთო და რომ მივედით იმის მერე ესე იგი თემურ ქევხიშვილს და პიონერთა სასახლეს უნდა უმადლოდეთ რომ შენ კალათბურთელი გამო. ნუ დედაჩემს პირველი ქართული ფოლკლორის განვითარებაში უზარმაზარი წვლილი რო ქონდა ბატონ თემურს ვიცოდი, მაგრამ კალათბურთის განვითარებაშიც თუ ქონდა შეტანილი, ეს არ ვიცოდი. მოდით ახლა მე თქვენ აგიხსნით ჩვენი გადაცემის თავარ წესებს. წინ საფარი მინდა მოირგოთ, შედის თქვენს დიზაინში ეს ფერები. კი, აუცილებლად. ჩემო ბატონო 20 წუთის განმავლობაში უნდა მოამზადოთ თითო კერძი ორივე სტუმარმა. თუ დააგვიანებთ, დაჯარიმდებით, ჩემო ბატონო, და თქვენ უნდა გამოიყენოთ ბეკოს ტექნიკა, მაცივარში შეგიძლიათ შეიხედოთ, ნახოთ ის ინგრედიენტები, რა ინგრედიენტები არის და ამ ინგრედიენტების მიხედვით მოამზადოთ კერძი. თუ გინდათ რომ კერძი გემრიელი გამოვიდეს, ამისთვის უნდა გამოვიყენოთ რა, ნუცა იცი? აბა? აი, სლობოდას მაიონეზი. სლობოდას მაიონეზი, რომელსაც ომეგა 3, 6 და 9 ხო ამბობენ ხოლმე მაიონეზი არაჯანსაღიო და ეხლა აი ამ ომეგა 3, 6 და 9-ს დამატებით უკვე ჩვენ შეგვიძლია თამამად მივირთოთ ეს მაიონეზი და ჩვენი ქვეყნის მასშტაბით 2000-ზე მეტ მაღაზიაში შეგიძლიათ შეხვიდეთ და შეიძინოთ. რასაკვირველია, კერძი ჩემოლაშა გემრიელი არ გამოვა, თუ ჩვენ არ მივირთვით წვენი ჩერო. არ შეაჩეროს სიამოვნება და მივიღოთ წვენი ჩერო. რომელი გესიამოვნება? ვაშლი, ბროწეული, ალუბალი, ციტრუსი. ბროწეულს გავსი დიდი სიამოვნებით. კი ბატონო, ამ წუთში. გავსა, ნუცა შე რომელი გინდა? ბროწეული, ვაშლი. მინდა მეც ბროწეული. შენს სხვათა შორის დაკვირვებული ვარ. ერთი სტუმარს რო ვკითხავ, რომ რომელი გინდაო, ის რასაც მეტყვის მეორებს იმას მეორებს ხოლმე. რაღაცა ეს არის, რაღაცა ხდება, მადლობა. სულ სიკეთე და სიხარული. მოკლედ, ყურადღება, წამზომი, ჩართულია. აბა დავიწყო. ჩემო სტუმრებო, ნუცა დაიწყო უკვე აქტიურად დაჭრა. მე ჩემ სპორტსმენ სტუმართან გადმოვინაცვლებ. ესე იგი, პიონერთა სასახლეში მიხვედი და დაიწყე კარიერა. დიახ. აი, კალათბურთს თქვა, მე არ ვიცი, ან არ მიყვარს ისე კალათბურთი, თქვა, თორე ისე პატივცემ ნამდვილად. აი, რა არის კალათბურთი? რა გზზე ამბობენ ხოლმე, რომ აი რაღაც ინტელექტუალების სპორტია, ხო? დიფერენცირება აქვს ყველასთვის. აი, კალათბურთი რითია გამორჩეული? რა არის ზოგადად? აუცილებლად უნდა იყოს ჭკვიანი. და სტრატეგი? იმიტომ რომ ინტელექტი არის აუცილებლად კალათბურთში საჭირო და ნუ იმიტომ რომ კალათბურთს რო თამაშობ ისეთი სწრაფად იცვლება პოზიციები რომ აუცილებლად თუ დაიცოდე ყველა შენი გუნდელი გასაკეთებს სადარბის უდაგესმოდეს მწვრთნელის და გააჩნდეს არის კიდე სხვადასხვა პოზიციები კალათბურთში რომელიც ახლა მე მაგალითად თამაშობდი მსროლელს მაგრამ ყველა მწვრთნელი ვინც კი მყოლია მეუბნებოდნენ რომ შენ რო ითამაშო გამთამაშებელი უფრო წარმატებული კალათბურთელი იქნება ვიდრე იმიტომ რომ გამთამაშებას ახლა იმ ხელა სიმაღლე არ გჭირდება მაინც და მაინც და მსროლელი უნდა იყოს ახლა დღევანდელ კალათბურთში მაინც მაგრამ მე არ მქონდა იმის ჭკუა რომ ყოფილიყავი ახლა გამთამაშებელი ეხლა ნანობ არა არაფერს არ ვნანობ აბსოლუტურად იმიტომ რომ არც ისეთი დიდი კალათბურთი არ მითამაშია არც ძალიან ბევრი ფული არ მიშოვია უბრალოდ კალათბურთმა დამამთავრებინა სკოლა ამერიკაში უნივერსიტეტი უფასოდ და მოვიარე მსოფლიო და დღესაც კალათბურთში ვარ და რა ვიცი აი
დიდი მადლობა მინდა დედაჩემს გადაუხადო იმისთვის, რომ იყო პერიოდი, როდესაც მაძალებდა დედაჩემი, რომ კალათბურთზე მიარა და კიდე მინდა აღვნიშნო ჩემი მწვრთნელები, რომლებმაც არ ვიცი, სახში მაკითხავდნენ, რომ ვარჯიშებზე წავიყვანე ბატონი ომარ ლევაინიძე და ვაჟა კვარცხელია. აი ეს სამი ადამიანი რო არ ყოფილიყო, მე ნამდვილად დღეს არ ვიქნებოდი. მადლობა სამი ადამიანს. ბატონო დედა ვალდებულია და მწვრთნელები რო ამას აკეთებდნენ, ეს მართლა ორმაგად დასაფასებელი და ძალიან მაგარია. ზოგადად აი ნაკრებში, მაგალითად 2011-ში შენ მოგიწია ნაკრებში თამაში, აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო და ზოგადად ქართული კალათბურთის ისტორიაში, თან უახლოს ისტორიაში ეს ისეთი მნიშვნელოვანი პერიოდი იყო. ხო, რითი იყო განსაკუთრებული და მე როგორ წავიდა შენი კარიერა? ამ ყველაფერს ორი მხარე აქვს, დადებიც და უარყოფითიც. დღეს, რა თქმა უნდა, ისე მახსენდება, რომ მეცინება ამ ყველაფერზე, მაგრამ მაშინ პირველად მოხდა საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე და ნუ ყველა კალათბურთელს აქვს რაღაცა ოცნება, ჩემი ოცნება ყოველთვის იყო, რომ მეთამაშე ეროვნულ ნაკრებში და 2011 წელს იყო, ალბათ ჩემი აზრით, ესეთი აი ვარსკვლავებით დახონძლული ნაკრები, აბსოლუტურად ყველა კალათბურთელი იყო მაშინ. და მე გამიმართლა და ვიყავი მე-12 მოთამაშე, ესე როგორც ახალგაზრდა მოთამაშე და ყველაზე ისეთი მობილიზებული უნდა იყო მაგ დროს, როდესაც ახალგაზრდათან პირველად ნაკრებში, აი სულ რაღაცა მოსამზადებელი პერიოდი ისე გავიარე, რომ ანუ მწვრთნელები ყველა კმაყოფილები იყვნენ შემით, მაგრამ ნუ აი გახსნა პირველი თამაში, ანუ მთელი საქართველო ჩამოსული იყო მაშინ მახსოვს. მივედი თამაშზე ჩვეულებრივად შევედი გასახდელში რაღაცა აი არც მახსოვს ემოცია ზუსტად, იმიტომ რომ აი ვერ წხვდებოდი ეს სიზმარში ვიყავი, იმდენად მიხაროდა იქ ყოფნა ამ კალათბურთელებთან ერთად თან ევროპის ჩემპიონატზე, რომ აღმოჩნდა რომ ბოტასები დამავიწყდა, სათამაშო კეტები დამავიწყდა სასტუმროში, რომელიც საკმაოდ შორს იყო და ეხა მაშინ ჩვენი ნაკრების მწვრთნელი იყო იგორ კოკოშკოვი, რომელიც დღეს NBA-ში არის თავარი მწვრთნელი და ნუ ეხა როგორია ხა ამ ადამიანთან მიდი, თან მე-12 ახალგაზრდა რაღაცა მინდა აი ბოტასები დამავიწყდა, ნუ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბიჭებმა გადამარჩინეს, მახსოვს ექსკორტმა წამიყვანა, მანქანები მოგზდევდა, რომ მივსულიყავი სასტუმროში და კეტები მომეტანა უკან. ნუ მაგ თამაშზე მომცეს საშუალება, რომ შევსულიყავ მე თამაშა, მაგრამ მეორე თამაშზე ავდივარ ავტობუსში, მაცვია ეს ესე რომ თქვა სპორტულები, რაც ეროვნულ ნაკრებს ჰქონდათ, პიჟამა და ყველას აცვია თეთრი, მე მაცვია წითელი. ნუ ახლა მწვრთნელი მიყურებს. ნუ ახლა შეიძლება შეგეშალოს პიჟამა, მაგრამ ნუ ახლა ფორმაში და ნუ მაგის მერე გადაწყდა რომ მე ეროვნულ ნაკრებში აღარ მითამაშია იმის მერე, ნუ ძალიან მიზეზი რა იყო რომ არასერიოზულად უყურებდი ამ ყველაფერს, მაგრამ ახალგაზრდა ვიყავი და იმდენად მიხაროდა და იმდენად ვერ წარმომედგინა რომ ან შეიძლება მეც ყოფილიყავი რომ რაღაცა ხან ჩანჩურა კი არა დაბდურა უნდა დაერქმია შეგენაცვალე, მაგრამ ხდება ხოლმე ეს კიდე შენი პასუხისგებლობის გამოვლინება, ალბათ იმდენად მნიშვნელოვანი მოვლენა იყო შენთვის რომ დაიბენი და ეს ყველაფერი აგერია. კი ბატონო, ნუცა, შენ თუ დაგმართია ეგეთი რაღაცა, როდესაც ან სასცენო კოსტუმი დაგვიწყებია, ან რაღაცა ფონოგრამა. მოდი მე ნუცასთან გადავალ და შენ შეგიძლია რომ გააგრძელო შენი მაგარი. ой, არ მახსენდება. არა, რა დაგავიწყდება, ორ-ორი დაგაკ, ორ-ორი. კარგად, შემოხედე რა. ნუცა, წლის დასაწყისში წერს სიას, რა გინდა იმ წელს აგისრულდეს, ხო? დიახ. აი წლევანდელი წელი? დაიწყო ასრულებები თუ ჯერ არა? კი, დაიწყო, იმიტომ რომ მეწერა ალბომის გამოსვლა უკვე, იმიტომ რომ მუშაობ ისეთი პროცესია რა, მუშაობის პროცესი, იმდენად ხარ ჩართული, რომ არ იცი როდის ექნება ბოლო ყველაფერს რაღაცა და მინდოდა რომ აი მალე მორჩენილიყო და მალე გამოსულიყო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ყველა, ვინც ჩართული ვიყავით ამ ალბომში და ამიტომ ალბომი გამოდის, ყველაფერი გაკეთებულია. კლიპი დაგვრჩა გადასაღები, ზაზა ორაშვილი გადამიღებს კლიპს, დიახ, ქართულ სიმღერაზე, რუსა მორჩილაძის და მაგარი სიმღერა ძალიან. წაგვიღեղენე რა. აო, არა. დაახლოებით. არა. ნუ სულ ცოტა. სურპრიზია. სურპრიზი კი არა, ძალიან ისეთი სიმღერაა პირველ სიყვარულზეა. პირველ სიყვარულზე რა კი შენ თვითონ ახსენე? არ მოდის პირველი სიყვარულის დრო ჩვენ. რა არის, იცი, ანუ აი ამ სიმღერას რომ მოусმენთ, ტექსტს თუ დააკვირდებით, ყველაფერს გაიგებთ, ამიტომ დავტოვებ ინტრიგად. მოიცადე, შენ ყველა გადაცემაში რომ მოდიოდი ჩვენთან, გვეუბნებოდი რომ არ ვარ შეყვარებული, არ ვარ შეყვარებული. დიახ. ეხლა რა ხდება? დავიტოვე ეს ფიშკა ალბომისთვის. მე მინდა მალე ეფრინოს ნუცას გულში ციცინათელას და ლაშას გულში რომ დაფრინავს ციცინათელა, ჩვენ ამის შესახებ ინფორმაცია გვაქვს და ძალიან
შენ წარმატებული გოგოა, შენი მეგობარი გოგონა, ხო? დიახ. ჯერ ესე ვართ. ჯერ მეგობრები ვართ. საიდან გაიცანით ერთმანეთი? ერთმანეთს შევხვდით ნიუ-იორკში, არც ვიცოდი რომ ქართველი იყო, ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა დაგვატიჟა რაღაცა სახურავზე პარტიზე ვიყავით და ნუ რო ავედი სახურავზე, ესე რომ ვთქვათ, რომ შევერთი ამ გართობის თავყრილობას, მივხვდი რომ რაღაცა თვალში მომხვდა ერთი ადამიანი, ისე რომ რაღაცა ცოტა დავიბენი, რაც არ მშვევია, ლაპარაკი არ შემიძლია ნებისმიერ ადამიანთან. ენაწყლიანი ხარ. კი. და ნუ რაღაცა, მაგრამ ნუ ეხლა ეგეთი რაღაც ჩემს ცხოვრებაში არ მომხდარა არასდროს, იმიტომ რომ რაღაცა ცოტა უცნაურად ვიგრძენი თავი, ვერც ვლაპარაკობდი, მაგრამ აღმოჩნდა ისე რომ შევხვდით ერთმანეთს, მე ისიც ქართული იცის? ქართული იცის, მაგრამ მე იმიტომ რომ 2-3 წლიდან ამერიკაში ცხოვრობს და მაგრამ იმასთან შედარებით რაც უნდა იცოდეს, ძალიან კარგად ლაპარაკობს, ეხლა მით უმეტეს აქ ცხოვრობს საქართველოში. რაღაცა ლაპარაკი რო დავიწყეთ, მე ვერ ვცემდი პასუხს რა, ანუ რანაირად აუხსნა ეს ემოცია, არ ვიცი ეს ალბათ. მშვენიერებამ დაგამონჯა. დამამონჯა, ესე რომ თქვათ, მაგრამ იყო ერთი ფაქტი ის, რომ მე უკან უნდა დაუბრუნებულიყავი საქართველოში და ის ნიუ-იორკში ცხოვრობდა და ნუ რაღაცა ვერ ხედავდი იმას, რომ რანაირად უნდა დაგვეწყო ჩვენ ურთიერთობა, მაგრამ რაღაცა შეუძლებელი შევძელი ესე რომ დავიბრალო, რომ ვთქვათ და 6 თვე რაღაცა მეგრულად წერდი რაღაცებს, როგორ ახარ აშვები, აბა ეგ რაღაცა. მე აღმოჩნდა რომ არა, მაგრამ ნუ რაღაცა მეგრული უხეშად რო თქვა. მე უცბად ისიც მეგრელი არის და აღმოვაჩინეთ საერთო მეგობრები რაღაცას. მე აღმოჩნდა ისე რომ 6 თვე, აი ესე არც შეხებულები ვიყავ, არანაირი კონტაქტი არ მქონია ერთმანეთთან, რაღაცა შეყვარებულები გვერქვა FaceTime-ზე ესე ვიყავით. მე გადავწყვიტე რომ და ჩავსულიყავი და იმის მერე უკვე მე-5 წელია დაიწყო უკვე ერთად ვართ, ხან მე იქეთ ვარ, ისეთ აქეთ არის და რაღაც იმას 5 წლიანი ერთგულებაა? კი, ეს არის საბოლოო გადაწყვეტილება. გამაგარია. ნუცა ხედავ, აი მოყვა კაცმა ხალხმა ტაში დაუკრა და პატივისცემით განივჭალა თელიერი, რომ 5 წლიანი ერთგულება არსებობს და შენ ჭერი სტაფილო. და წერე წლის ბოლოს ის ადვიურები. დავწერ. კი ბატონო, მოდი სანამ ნუცასთან გადავალ კიდე ერთ ირანი. ხო, ამერიკა სრულიად სხვადასხვა პოლუსია, ხო? ამერიკაში ცხოვრე და ირანში ცხოვრე. აი როგორ ეგუებოდი და რითი არის განსაკუთრებული ირანში ცხოვრება? სხვათა შორის ირანში ცხოვრების მერე რადიკალურად შეიცვალა ჩემი ცხოვრება, იმიტომ რომ სპორტსმენი რო ხარ, რაღაცები გეჩვენება რა, იმიტომ რომ ყოველთვის ყურადღების ცენტრში ხარ და რაღაცა სულ აი რაღაცა ესე რო გითხრათ, კაი ტიპი გონია ყველაზე თავი. რატო არ ვიცი, მაგრამ არის ეგ ხდება ეგრეა. თან ირანიც არის და ირანიც, მაგრამ მე ვცხოვრობდი კიდე კუნძულზე, ხეშმი არის ესეთი 3 საათი არის საფრენი. თეირანიდან და იქ საერთოდ არც ინტერნეტი აქვს, არც ტელევიზია აქვს. არაფერი არისიან, უბრალოდ არის ძალიან ლამაზი ზღვა, არის პალმები, არის ულამაზესი ადგილი არის. აი, მაგის მერე ძალიან ბევრი კომპლექსი მომეხსნა როგორც ადამიანს. მივხვდი რომ ბედნიერება არის თავისუფლებაში ამ ხალხს. ეხლა გარედან ყველას აქვს ირანზე როგორი წარმოდგენა, იცით, აი რომ რაღაცა ყველას გონია რომ ტერორისტები არიან, საერთოდ ძალიან კარგი ხალხია, სიმშვიდეა, ძალიან ლამაზი არის, ძალიან არქიტექტურა აქვს ძალიან მაგარი ესეთი კულტურული და რაღაცა, მაგრამ არ გჭირდება ბევრი რაღაცა, რასაც დღეს ჩვენ ვითხოვთ. მაგალითად, პირველი ჩემი ერთ-ერთ მეგობარს რო ელაპარაკებოდი, იმან ესეთი რაღაც მითხრა, რომ შენო იმდენ რამეზე ფიქრობო ეხლა და იმდენ რამეზე ნერვიულობო, იმიტომ რომ იმდენი ინფორმაცია გაქვს თავშიო. მე ეგ არ მაქვს და მაგაზე საერთოდ იქაურმა არ ნერვიულობო მაგაზეო, მე ვიციო რაც მაქვს, ეს მე მაყოფილებსო და აგეუფლა ეს სიმშვიდე შენც. ძალიან, მე ნუ თვითონ ხალხია ისეთი თბილი ძალიან. აი ან მანამდე იძახოდნენ რომ აი ქართველები ძალიან სტუმართ მოყვარე, არა ეს ჯერ ბევრი ქართული საჭმელი, ეს კერძი რაც მე მეგონა რომ ქართული ყოფილა და ირანულია ყველაფერი და სამზარეულოც მეორდება. კი, ძალიან ბევრი და ნუ თავი ვიგრძენი ძალიან ისე რა მაგის მერე კიდე გადავწყვიტე ერთი სეზონი მეთამაშა იქ და ნუ აი დღესაც ჩემ მეგობრებს რო ველაპარაკები ყველა მეუნება რომ აუ ნუ რაღაცა ამჯერა და ირანის რომანტიზირებით ხარ დაკავებული უმაღლესი დონის გართობა თუ ისაც გართობა აინტერესებს ძალიან ლამაზი ქალბატონები კლუბი არ არის, მაგრამ არის აი როგორ იცი, აი ანდერგრაუნდი, სადაც აი ძალიან მაგარი გართობა მიდის, ოღონდ უნდა იცნობდეთ ხალხს რა, იქაურებს ისეთ ხალხს, ვინც საჭირო არის, მაგრამ ვერ მოხვდები იქ. ძალიან ლამაზი ბიჭები ყავთ, ძალიან ლამაზი გოგოები ყავთ, ძალიან ისეთი
შეგიძლია 1 საათი გაფრინდე, ძალიან სიცხე არის კონძულზე, მე გადაფრინდე 1-2 საათი, სუზამთარია და ანუ ძალიან მრავალფეროვანი ქვეყანაა. კი, ძალიან. მე მგონი პირველი ადამიანია, ვინც ესე საინტერესოდ ყვება ირანზე. ირანი დიდი ცივილიზაციის ქვეყანაა, მაგრამ თანამედროვე რეალობის და თანამედროვე ახალგაზრდებისთვის თუ ამდენი გასართობი იყო ამის შესახებ მე ტელევიზიით არ მომისმენია და რაღაცა მომინდა რომ ეს ჩავიდე. აუცილებლად ყველას ეს ყველაფერი. კი ბატონო, ნუცა. მე მგონი უნდა ჩიტიკეჭინა. არ არის აუცილებელი, ხა კვერცხზე გადადი და всё, აღარ გვინდა ეს ორი ისა. აღარ გინდა, ხო. მოდი, შენთვის ყველაზე მოდი მოგეხმარებ, ეს წუთი გამოდი. შენთვის ყველაზე გამორჩეული ქვეყანა რომელია? მითხარი ნუცა. ჩემთვის ყველაზე საყვარელი ქვეყანა საქართველოს მერე, რა თქმა უნდა, არის თურქეთი. იმიტომ რომ მაინც სტამბულში ვარ გაზრდილი ნახევრად და ჩემთვის ძალიან ლამაზი ქალაქია, არა მარტო ჩემთვის, ძალიან ბევრი სხვა ადამიანისთვისაც. ვინც ნამყოფია. შენ ახლა კვერცხი დაჭერი და თან სტამბულის გართობაზეც მელაპარაკე. იქ როგორც ვიცი ძალიან მაგარი კლუბები აქვთ და ღამის ცხოვრება ჩქებს, ხო? კი, მართლა ძალიან მაგარი, მაგრამ ჩვენ მაგალითად მე და ჩემი ოჯახის წევრები ესე ხშირად არ დავდიოდით ხოლმე ხა კლუბებში. ძირითადად დავდიოდით აი ლათინო ბარები არის კიდე, რაღაც ისეთი ბარებია, კარგი მუსიკას. სიმღერას ხერი ხან? არა, მაგრამ ცეკვა მიყვარს. კი, ხო? კი. ძალიან თან და ბავშვობიდან დავდიოდი იქ და პირველი მე ცეკვავდი ხოლმე, პირველი მივხსნიდი. ხო და კლუბებში იქ ორჯერ ვარ ნამყოფი ჩემს დეიდაშვილთან ერთად. მაგრამ იმის მერე აღარ ყოფილვარ. დიდათ მე არ მიყვარს. შენ, კარგი, ეხლა რა მითხარი, იცი? აი, რომ დაახასიათო თურქი ადამიანები, რითი გვანან და რითი განსხვავდებიან, თქვათ, ქართველებს, ბიჭები, გოგოები, შენი ტოლები. იცი რა, ძალიან მეგობრულები არიან, აი თავს უცხოდ არ იგრძნობ მაგალთან, მართლა არ იგრძნობ და არ არიან ისე, რომ აი რაღაც ცივი ხალხი ნამდვილად არ არის, მართლა არ არის. ამითი ალბათ გავართ გვანან ქართველებს, რომ ცივები არ არიან და თბილად გიღებენ. თბილად, ხო? კი, ნამდვილად. ნუცა, იცი რა მითხარი? ქართველები უყვართ ხო განსაკუთრებულად, ხო არა? კი, უყვართ. არა, უყვართ, მართლა უყვართ. მაგრამ ეხა მაგალითად აი რუსეთში რო იცნობენ ქართულ სიმღერებს და რო გვაფასებენ და აი მომღერლებს რაც შეეხებათ, იქ არ იციან. უშვილო, ამას ჩვენი საბჭოთა წარსული განსაზღვრავს და ასე შემდეგ. მოკლედ, თუ გინდა რომ გემრიელი გამოვიდეს ეს შენი სალათი, რომელი მაიონეზი უნდა გამოიყენო? სლობოდა. რომელიც რამდენ მაღაზიაში შეიძლება შეგხვდეს? 2000. 2000. რამდენში? 2000. 2000 და რომელ ომეგას შეიცავს? 3, 6, 9. 3, 6, 9 ომეგას შეიცავს, რომელიც განსაკუთრებით სასარგებლოა და ჯანმრთელი ჩემო ბატონო და ეხლა ამას წვანე ხავს რო დააჭრის ნუცა და ეს კარგად დავჭერე. ესე კარგად დაჭრილი კვერცხი მე აქამდე არ მენახა. ბატონო რაღაცას ეძებს თქვენ მე მგონი გადავწურო რომ კი ბატონო მაგისტვის შეხედე მსოფლიო კულინარიამ გამოიგონა შემდეგი ეს მოუძებნია და უპოვია კიდევაც კი ბატონო მოდი ეხლა ჩვენ მაშინ სანამ გადავწურავთ რეკლამას დაუთმოთ დროს და რეკლამის შემდეგ გაგიბრუნდები დაგვავალოთ დაბრუნდით პირდაპირ ეთერში ჩვენი კერძები ნელ-ნელა მზადდება და მე უნდა გითხრათ რომ მთელი 12 წუთი გაქვს დარჩენილი აი შეხედეთ იშვიათად რომ ეს იცოდეს მზარეულმა აგერ ჩვენ ძვირფას სტუმარს ცოდნია როდესაც ცხიმი დაესხმევა ტაფას მერე უნდა ნიორი რომ აი სურნელი და არომატი შეიგრძნოს соусმა და ყოჩახში. ეხა მეწყინა მე აქ. რატო? იმიტომ რომ მე არ მეუბნები არაფერს, არ მე ვუთხარი ეხა ნიორი დააჭყლიტეთ, ხო? ხო. შენ ინტრიგანი იქნები. ნუციკო, შენ შვილო რა უნდა გითხრა? მე რატომ არ მაქებ? ნახე როგორ დავჭერი. შენ ხარ კულინარიულ მეცნიერებათა დოქტორი. და ის არის დამწყები სტუდენტი. ხო იცი რომ მაინც ჩემი აჯობებს ეხლა და რატო ვიტყვი არ მაინტერესებს რა გაინტერესებს ნახე რა მაგრად ვაკეთებ შენ კიდე სპაგეტის ხარშა 2 საათია შენი ვიზუალურად კარგად გამოიყურება იმიტომ შენი როგორ არის ერთი ძალიან ჩემი აი როგორიც მე ვარ ისეთი არის შენი როგორ შენ კეთს რა ქვია შენ კეთს რა დავარქვათ იცი აი ჩემი სპილოს ტექნოგრამი რატო ვერ გავი აი სპილო რო დადღლისა რატო ნახე რა მაგრა არის გაკეთე კარგი ნიკა რა და რა ლამაზია ძალიან ლამაზი კი არ თორე გემრიელი ლამაზი ბევრი რა ლამაზი ნუცა ბუზალაძე და ჩვენიერი სხვადასხვა ნუცა ასევე გემრიელი
არ შემიძლია არ აღნიშნო ძალიან კარგ ფორმაში. მადლობა. ვარჯიშობ? ვარჯიშობ კი. აი სპორტთან მაქვს მეც შეხება, ოღონდ ბოქსთან. მართლა? გიყვარს ბოქსი? არა, ბოქსი არ მიყვარს. და არც ბოქსი ორი. ხა არ მაქვს შეხება ხო ხდები? არა, საერთოდ სხვათა შორის სპორტული აღნაგობა გაქვს და ძალიან კარგი არის, მე ძალიან მომწონს ოდესმე. ოჩა, ვისაც არ აქვს სპორტული აღნაგობა? არა, იმან უნდა მიბაძოს იმ ხალხს, ვისაც ორი წლის წინ რო ვიყავი, პლუს 10 კილო ვიყავი. მე რა მექნება მაგას ნახავ. შენ როგორ ფორმაში ვიყავ? დაიწყე ბოქსი. ბოქსი ხო? მაგარია ძალიან, მართლა. ისა ეს ბოქსი რა როდიდან დაიწყეს? აი სულ უყურებ რაღაცა ხან Instagram-ზე რო შედიარ ხოლმე, აი ყველა ბოქსაობს უკვე რა ეს გოგოები. აი გადასულები არიან ბოქსი. მე გეტყვი, მე შემოვიტანე ტენდენცია. ბოქსზე დადიან და კიდე იქ ყველას უმეტესობას ფოტოზე რა უდევს ხოლმე? წიგნი. ეხა მოდაში გახდა გარკვეული სეგმენტის ქალბატონები ფოტოს რო იღებენ სელფს. სალხელში ხელთათმანი უკავიათ ბოქსის უკეთიათ და აქეთ წიგნი უდევს. ვა, ეგ არ მინახავს. რო კითხულობენ, ეს უკვე მნიშვნელოვანია, რომ წიგნი გახდა პრიორიტეტული. ოხ, როგორი სურნელი დადგა, საოცარი სურნელი. ნახა, იქით მიდის რა სურნელია, რა მაგარია. უფ. საერთოდ არ უნდა მიეკროს მაკარონი, მაგას თუ ეკრობა, ეს კარგი მოხარშული არ არის. ეცი რა არის, მაინც სპორტსმენი ვარ, ვეჯიბრებით ეხა მე და შენ ერთმანეთს და ნახოთ, აბა რა გამოვა ბოლოს, მე მგონი. მე კი ვიცი რა გამოვა. ცოტა უნდა ეკრობოდეს თუ სპორტულ მაკარონს ვაკეთებ. კი, ეს ნამდვილად ისეთი სპორტული არის, ვიზუალურად არც ისეთი კარგი იქნება, როგორც ნუცასია, მაგრამ რაც აი, დაგახე. ეს არის. ანუ ეს მოგწონს ნიკო? ეს ჯერ დასრულებული არა. აი, შენ გვაცადე ერთი წამი გვაცადე. სამეს უშვები ცოტა ისეთ რაკია. შენ ნიორი მიყვარს რა? ნიორი მეც მიყვარს, მაგრამ ღამე ვჭამ ხოლმე, რა ძალიან ცუდია, დღე ახლა მიყვარს საჭმე. რახდება ხო, აბა კაცი, მაინც საქმე. სხვათა შორის ნიორი ღამე უნდა ჭამო, იმიტომ რომ ერთი უნიკალური თვისება აქვს, გაძინებს ხოლმე. მართლა გეუბნები და ამიტომ გამშვიდებს და ვირუსისგან გიცავს და ამ ყველაფერს არ უნდა ეკრობოდეს ესე რა. სხვათა შორის ამას წინათ გავცივდი. აი წინა სტადიებში ვიყავი, რომ უკვე გავცივებული ვიყავი და ჩემ ძმამ შემომთავაზა ესეთი რაღაცა, უნდა ჩამეღეჭა ნიორი. კი ბატონო. და უნდა დამეყოლებინა ჭაჭა. აი თან ჩაღეჭვის პროცესში ჭაჭა უცბად და აი მე მინდა ვთქვა, რომ ძალიან გაამართლა ამან, იმიტომ რომ გადაურჩი კაციებას. ნუ აი ძნული რჩევებიც რო აქვს ადამიანს, ამას ახლა მოურიე რომ ეს ორეგანო გადანაწილდეს, შენ ორეგანო გიყვარს განსაკუთრებით, ხო? მე როგორც ვიცი და ეხლა ვაგრძელებთ ესე იგი ისევ საუბარს ნუცან. აბა, ეხლა ამას და პილპილი. ამას ყველაფერს გამოიყენებ, შემდეგი კითხვა მინდა დაგისვა. ხო. მე სულ ველოდები, იმიტომ რომ მგონია რომ ქართულ ესტრადაზე იმ ძალიან ცოტა მომღერალთა შორის შენ გაქვს იმის პოტენციალი, რომ რაღაცა განსაკუთრებული შოუთი წარდგე მაყურებლის წინ. აი, როგორც ბიონსე, ვიღაცა შეიძლება ჯენიფერ ლოპესის მონაცემები მოწონს, არ მოწონს, მაგრამ ყველა შოუ ცეკვავს და საოცარ ფორმაში ეს ქალი 50 წლის გახდა და არაჩვეულებრივად გამოიყურება, ხო? აი, შენ აპირებ რამეს, რომ წარსდგე ქართული მაყურებლის წინაშე შენი ქორეოგრაფიულ ვოკალური რაღაცა ახალი შოუთი. ჯერ ხო დავიკელი 10 კილო. ჯერ ვამზადებ სხეულს ამ ყველაფრისთვის. ეხლა გამოვა ალბომი, სადაც ასევე იქნება ისეთი სიმღერები, რომელიც შესაძლებლობას მომცემს, რომ ესეთი რაღაცები გავაკეთო, იქ ვიცეკვა, იქ კლიპშიც ისეთი რაღაცები გავაკეთო, რომ ვთქვათ, ახალი იყოს საქართველოსთვის, ხო, იცეკვა და რაღაცა. ხო და ამიტომ აუცილებელია, რომ ჯერ შენი რეპერტუარი ქონდეს და შენი სიმღერა და შენი, ისა რა ქვია, სტილი და ნუ მე რა თქმა უნდა ამებს ვაპირებ, იმიტომ რომ ბავშვობიდან ეს მაქვს მიზნად დასახული და ბავშვობიდან ჩემი ოცნება არის ეს. ამიტომ ალბომი ამ ყველაფრის დასაწყისია, რომელიც გამოვა მოდი, აი რო გითხრან, რომ აირჩიე ორი ხელოვანი, ერთი ქართველი, მეორე უცხოელი. ნელა ეს. რა ხდება? გულოჩა და საგულესა. ერთი ქართველი, ერთი უცხოელი, ვინც შენ კონცერტზე გამოვიდოდა. ვინ არის შენთვის ესეთი განსაკუთრებული მაგარი? ნუ ყველა მიცის, რომ ბავშვობიდან ბიონსეზე ვგიჟდები, მე მართლა ვგიჟდები. ძალიან მაგარი ქალია ყველაფრით. და ქართველებიდან ნინო ქათამაძე. ხო, იმიტომ რომ გიჟია და მომწონს ყველა ესეთი არანორმალური ადამიანი, ძალიან მომწონს. კი ბატონო. ლაშა, შენთვის ვინ არის ყველაზე მაგარი კალათბურთელი? ერთი ქართველი, ერთი უცხოელი. ქართველი, რა თქმა უნდა, ზაზა ფაჩულია, იმიტომ რომ ეს
იმიტომ კი არა რომ სკოლის დირექტორი ხარ, მართლა ეგრეა. რაც მაგარ მიაღწია, ეს არის, არ ვიცი, არა მარტო ჩვენი ქართველებისთვის, ძალიან ბევრ ევროპელს წამყვან ქვეყნებში არ აქვს კალათბურთელებს ეგ გაკეთებული და თვითონ როგორც სპორტსმენი და როგორც ადამიანი ნამდვილად იმსახურებს მაგ წარმატებას და ნუ არ შეიძლება რომ ზაზა არ იყოს. არა მარტო ჩემთვის, არამედ ყველა ქართველი კალათბურთელისთვის. კი ბატონო. ნელასხოელი ბავშვობაში ისე მომწონდა ალან აივერსონი იყო ესეც შავკანიანი ამერიკელი კალათბურთელი, მაგრამ მაგის მერე ალბათ კობი ბრაიანტი და რა თქმა უნდა როგორც ყველა მაიკლ ჯორდანი ალბათ. მაიკლ ჯორდანი მაინც არის რაღაცა სიმბოლო ალბათ, ხო? კი ბატონო. სხვათა შორის ლაშა მასწავლა ესეთი მეთოდი ცოდნიათ, როგორც ეთყობა მისი მეგრული ფესვები განსაზღვრავს, რომ აი როგორც ხომში ვდებთო, სულ გუნსო ესე უნდა ჩავდოთ, რომ ჩაიწელოსო ესე ნაჭერ. ეს ბებიისგან იცი თუ ბაბუისგან? ბაბუა მასწავლა. ბაბუამ გასაუა ხო შენგენაცალე. ბაბუა ჩეს უყარდა ზუსტად მაკარონი. ეს სულ გუნს კარდი გარდმოწმე. ნიკა ბატონო მე მოვჩი ეხა მთავარია რომ საპრეზიდენტო ორივემ დაამთავრეთ აპლოდისმენტები ორივესთან მოვჩი მართლა ესე ახლა ნახე რა ხდება ჩემთან არც ისეთი სისუფთავი არის როგორც მაგალითად მე ჩემთან თან სისუფთავეა და თან უგემრიელესი რაღაც გავაკეთე და ალბათ მე მოვიგე მე ესე ვფიქრობ იქ შეიძლება რომ არ ვანახოთ ჩემი ადგილი არის ეხლა ორივემ ჯერ მორჩა არ მორჩა მე არ ვიცი მორჩენილი ჩაითვლება კერძი მაშინ როდესაც ლამას თებსე გადატანილი აი აქ დაიდება შენი აქეთ და შენი აქეთ ეს შეიძლება ეს არის შვილო ის არა ქვია მე ამაზე გადამაქვს და თებსე გადავიდე რასაც გაგეხადებ მოკლედ ორივეს გამარჯვება უნდა ეს არის სპორტული ჟინი ერთს კალათბურთიდან და მეორეს ვოკალიდან და მე ორივეს წარმატებას უსურებ მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია გემოზე და ხარისხზე რომელსაც ახლა დაგემოვნების მომენტში გამოვავლენ მოდი პატივცემულო წამოიღე შენი თებში და კოვზი და ყველაფერი და ნუცა სანამ ეხლა ჩვენ დავაგემოვნებთ ამ შენს მიერ მომზადებულ კერძს არა შენი თებში დატოვე ცარიელი თებში წამოვიდე დაგაბნიე მოდიში ხო მე შენი რომ დაინახე როგორი ლამაზია აუ რა კარგია ესე მოიწია ძალიან კაია კარეგნობა მთავარია გემო მოხარშული კარტოფილი დავჭრათ კუბებად სტაფილო კვერცხი მჟავე კიტრი დავუმატოთ ასევე დაჭრილი მწვანე ხახვი მოვაყაროთ ბლომა ჩავი პილპილი ინგრედიენტებს მოვასხათ მაიონეზი და კარგად შევასაოთ ძალიან კაი არის ხო კაია შორის არ მეგონა არ გეგონა ხო ერთი შეხედვით არ გეგონა მაგრამ ძალიან გემრიელი არის აპლოდისმენტები ნუცას ეცადე ნამდვილად ხო წავედით ნუცა აბა ნახოთ ჩვენი თებსები და ჩანგლები და ყომზები რაღაცა ისე ჩქარა გამოვარდი ლაშასკენ უფრო მოგიწევდა გული რომ დაგეგემოვნებინა ხა რაღაცა იმდენი ყველია ძალიან მიყვარს ყველი მოერები არ მოერები მიდი მოხარშული მაკარონი პასტა მოვათავსოთ ქვაფში მოვშუშოთ ზეთში შემდეგ მოვაყაროთ გახეხილი ყველი ცოტა ნიორი და დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ცოცხალი ორეგანო კარგად აურიოთ და უგემრიელესი პასტა მზად არის როგორია თქვენ უცაბა აღოთ ახლა სიმართლედ ვიცი რომ მე დარწმუნებული ვარ რომ უგემრიელესი და ცოტა ჯობია შენ კერძს ოდნავ არა მაინც არა ვერ ჯობია იმიტომ რომ მარილი აკლია არა მარილს მე არ ხმარობ სპორტსმენები მარილს არ ხმარობენ უმარილოს ჭამე კი დედა რა გამოსულა მართლა ეგრე შენ არ მოგებდა აი მეც მომეწონა არ გეწყინე სული არ დაწყვეს მაგრამ ჩემი ჯობია მოდი შევტახდეთ ერთ რაღაცას შენი ჯობია ვიზუალურად ხო ჩემი უკეთესი გემოა მარილი აყვა მარილი შენი იმით ხმარობ გემოვნები შენ შეიძლება ცოტა მლაშე გიყვარს აი ნუცა შენ რო იყო ხა ჟიური ვის გამოავლენდი დღევანდელ გადაცემაში გამარჯვებულა ნახეთ რა როგორი სილამაზე დევს აქ კაცო სილამაზე არის ბუნებისეული და ზეთისხილის გამომგონებელი რა სილამაზის კონკურსში ხო არ ვარ გაზრდავთ საჭიროა მაშინ გული რომ არ დაგწყვიტო ორივეს არა მე მაგალითად მე ვიძახი რომ შენ მომიგე დღეს იძახი კაი ხელი ჩამოვარდი მადლობა არა ერთი წუთი მე სანამ გამარჯვებულს გამოვავლენდე და ჩემი შეელთა სამჭო გადაწყვეტილებას მიიღებდეს ძალიან კაია უცბად უთხრა მე მინდა ჩეროთი დაგაჯილდოვო ეს წვენები სახლში და შორის ძალიან მომეწონა ძალიან კაი წვენი არის ძალიან დიდი მადლობა შენგენაცა ნუცა შენც მინდა დაგაჯილდოვო ძალიან დიდი მადლობა და მე ახლა კურსი კარნახობენ
რო ჩვენი გადაცემის დღევანდელი გამარჯვებულია. ჩვენი დღევანდელი გადაცემის გამარჯვებულია. მე. ვინ არის ჩვენი გამარჯვებული? ვინო? ლაშა, მესმის და არ შეცვალთ ახლა თქვენ. მუსიკა და სპორტიო და ლაშას იძახოთ, ნე? ხო, კი. ავიდე ზემოთ. დღევანდელ გადაცემაში გაიმარჯვა მეგობრობა, ძირფასო. ტელემაყურებლებო, ლაშა ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. მიხარია რომ მოდიხარ ხოლმე ჩვენთან. ლაშა, მადლობა. ძალიან დიდი არა, მოგეთ მომეწონა. გემშვიდობებით მომავალ საბათომდე. მადლობა. აუ, კარგად რა.